ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები კვალიფიკაციის ამაღლებას სახელმწიფო ელექტროსისტემის ახალ სასწავლო ცენტრში შეძლებენ. ცენტრი დღეს ენერგეტიკისა და განათლების მინისტრებმა გახსნეს. დაწესებულებაში მოწყობილია პოლიგონი და თანამედროვე ლაბორატორია ტრენინგ ცენტრში ყოველწლიურად 15-25 სტუდენტი მიიღებს შესაბამის განათლებას, წარჩინებული კურსდამთავრებულები კი ადგილზე დასაქმდებიან. დღესვე მინისტრმა სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს. Შეეძლებათ სტუდენტებს, ასე ვთქვათ, ისწავლონ, პროფესიონალები გახდნენ, თან ჩვენ ყველანაირ პირობას ვუქმნით იმისთვის, რომ როდესაც ეს ადამიანები დაამთავრებენ ამ სასწავლო ცენტრში სწავლას, მათ საშუალება ექნებათ სამუშაო ადგილებზე დასაქმდნენ, ხელფასები ჰქონდეთ. კურსები პრაქტიკულად მიბმულია ამ სტუდენტების შემდგომ დასაქმებაზე და მეორე საინტერესოა, იმიტომ რომ უნივერსიტეტიდან, მაგალითად ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ქუთაისის უნივერსიტეტიდან ტექნიკური მიმართულებით სტუდენტები მოყავთ აქ და გადიან ამ კვალიფიკაციის, პერეკვალიფიკაციას ასე ვთქვათ.